მოგესალმებით, ინგა მივესალმებით პირველის მაყურებელს. ბუნებრივია იმ სიგიჟის პირობებში, რა სიგიჟეში საცხოვრებს ოცნების რეჟიმი ამ ქვეყანას, გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. ეს არის პერსონალური ვენდეტა, პოლიტიკური შურიძიება გიორგი გახარიას მისამართი და სწორად ახსენეთ, თქვენ ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ ინტერვიუში, სადაც მასა და მისი გუნდის წევრებს პირდაპირ გვემუქრებოდა. შესაბამისად, ბუნებრივია ეს ფორსირებული წარმოება ამ პროცესის სამართლებრივი თითქოს, რომელსაც რეალურად სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, შეიძლება ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს, მათ შორის პოლიტიკურ განეიტრალებას გიორგი გახარიასის, პოლიტიკურ შურიძიებას მის მიმართ და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი აქ ძალიან საკვანძო საკითხი ის არის, რომ ისეთ მძიმე ბრალდებებს აჟღერებენ ეს ადამიანები, იმდენად მძიმე ბრალდებებს აჟღერებენ ეს ადამიანები, თავადაც კი ვერ წარმოუდგენიათ საკუთარ განაჩენებს, პირდაპირ ფორმით ისტორიულ და სამართლებრივ განაჩენებს აწერენ ეს ადამიანები ხელს. ჯერ როგორი სულელური თეორია აქვს თავიდან ბოლომდე აწყებული, თითქოს ჩვენ სუვერენიტეტი რო უყვართ ძალიან ხშირად ხსენება ამ სიტყვის. ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მე არ გულისხმობ საოკუპაციო ხაზს მიღმა, სადაც შეიძლება რაღაცა პროვოკაციის რისკები არსებობდეს სეპარატისტების ან რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენს სიღრმეში, შიგნით, ჩვენ ავაგეთ საგუშაგო და ამით გავაჩერეთ ბორდერიზაციის პროცესი, მცოცავი ოკუპაციის პროცესი, რომელიც არის სანიმუშო შეიძლება იყოს და ისტორიის წიგნებში შესატანიან ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ 2013 წლიდან ინტენსიური ბორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის პროცესი მიდიოდა განსაკუთრებით 2013 წლის შემდეგ და ამისთვის მადლობას უნდა უხდიდნენ ყოფილ თანამდებობის პირებს, მაგრამ ხედავთ რას დღეს უკვე 6 წლის მერე გაახსენდა თითქოს ეს რაღაცა დანაშაულია სიგიჟე თითქოს მარტო წავიდა გახარია მარტო მაჩენა პრემიერი აზი არ იყო სულში ეს საერთოდ ცალკე კითხვა არანაირი იმ კომისიის ხდომა გამახსენდა მაგარი სულში ყოლია მაშინო ანუ საერთოდ რაღაც აბდაუბდა მაგრამ მაგ სულ სხვა რამეა ბედია ხო ხედავთ მე დეტალებზე არც გეკითხებით ჩემთვის ახლა როგორც ერთი ჟურნალისტისთვის ეს დეტალები საერთოდ არა ამ ინტერვიუს თემა იმიტომ რომ რა უნდა წავიკითხო ეხლა იმ კახიშვილმა რა თქვა რა დაავალეს ან ალეკო ტაბატაძე მან გომელაურმა ან ვიღაც სხვამ ხო ფაქტია რომ ეს დასჭირდათ ეხლა კი ბატონო განმარტებისთვის შეგიძლიათ მოქალაქეებს მაყურებელს მე ასეთი კითხვა მე მაგს განცდა რომ არ არის გამორიცხული რომ თქვენი ლიდერი აღმოჩნდეს ციხეში ხო და რა გინდათ ამ არჩევნებზე ეხლა წეგან სალომე სამადაშვილსაც იგივეს კაცს ამზადებენ საციხო თან სამშობლოს ღალატის მუხლით. რა დროს არჩევნებია, რა დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ან კიდევ მეორედ იმ კომისიაზე წასვლა. მე ვფიქრობ საერთოდ კავშირი არა, პირიქით, მე ამას გავაგრძელებ, დავასრულებ ჩემს საუბარს. ამის მერე ადამიანი დანიშნეს ერთხელ პრემიუმობა გამოუცხადეს. აი აქედან რამდენიმე დღეში იყო ზუსტად ჩორჩანიდან მე მახსოვს 10 დღეში დაახლოებით 3-5 დღიანი სხვაობა იყო გადადგომის. ამის შემდეგ 2020 წელს საერთოდ პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია კამპანიის მთავარი სახე იყო. ეს კამპანია მიყავდა და იყო მეორედ გამოცხადებული ნდობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და სად იყვნენ ეს ადამიანები? სუსის უფროს ეძინა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროს როგორც თვითონ იძახის აგვისტოში ეძინა, სუსის უფროსის მოადგილეს ეძინა. თვალი დახუჭე ეს დანაშაულზე? ესე იგი არაქართული საქმე უკეთებიათ, ხო? თვითონ ხო იძახიან რომ ქართული მიწის დაცვისთვის დღეს ბრალს დებენ გიორგი გახარიას და ტალახს ესვრიან 100-ობით ჰექტარი როგორც თვითონ უყვართ დათვა 10-ობით მილიონი კვადრატული კილომეტრი მიწა შეუნარჩუნა გიორგი გახარიამ თავის უპრეცედენტო ქმედებით იქ საგუშაგოს ჩადგმიდა. ეს ადამიანები ამაზე არ საუბრობენ. ეს ადამიანები პირდაპირ გამოცხადებული ღალატის ქრონიკაში არიან ჩართული. მაშინ სხვა რამეს ამბობდნენ ბერდია და იმიტომ ძალიან გავრცელებულია უკვე ეს ვიდეო რაც ეხლა მინდა რომ ვაჩვენოთ რას ამბობდნენ მაშინ რაზეც ეხლა სამშობლოს ღალატს აბრალებენ და დღეს რა განცხადებებს აკეთებენ პროდიუსერს ხო უბრალოდ გვიჩვენოს ეს ვიდეო ეს კარგად ასახავს სად ცხოვრობთ საერთოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით იქნა ქართული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პოლიციური ბლოკპოსტის არსებობისა და ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ჩვენ არ შევცვლით ამავდროულად ჩვენ მუშაობთ და ვიმუშავებთ ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან გამოვიყენებთ აბსოლუტურად ყველა ფორმატს და რესურსს იმისთვის რომ არ მოხდეს კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში რაიმე სახის
ესკალაცია. ჩორჩენას ეპიზოდი არის ის მოცემულობა, სადაც გიორგი გახარია საკუთარ ტყუილებში გაივლანდა, შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, ის რასაც ის აცხადებდა საგამოძიებო კომისიას საჯაროდ ყველას გასაგონად, ფაქტიურად არის ტყუილი და ამ ტყუილზე მას იქვე მიუთითეს, თითქოს არანაირი წინსვლა საოკუპაციო ძალებს არ ქონიათ, ეს ხო გარკვეულწილად პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმული ძალიან მძიმე ნაბიჯი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგებიც კი შეიძლება მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა 100 ჰექტარი ტყის გადმოწევა იმ მიზეზით, რომ იქ არ არსებობდა ადრე საგუშაგო და ეს საგუშაგო შეიქმნა და ვითომ ამ საგუშაგოს დანიშნულება იყო პირიქით ჩვენი ტერიტორიის დაცვა და აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი იქნა მიღებული, მონებრივია რომ პასუხისმგებლობა უნდა იყოს. აი ამ რეალობაში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანმა და ასე შემდეგ და მათი კავშირი ხო ერთი კაცი არისო ვინც ეხლა მაშინ. რა თქმა უნდა, ესენი პოლიტიკური თუთიყუშები არიან, ინგა ქოთანები არიან პოლიტიკური, რომელსაც საიდან მიაბამს ბიზნესმენი ყურს იმას ალაპარაკებს, თორე ადამიანს იმისი განცდა არ აქვს სირცხვილი საკუთარი თავის რომ ამ თემაზე მაინც არისო სპიკერი, ხო ყველაფერს რო თავი დავანებთ. მე გამოვა ეს ადამიანი და კიდე ნაცმოძრაობას დაიწყებს საუბარს, საერთოდ მახსენდება მამამისი ყანწებით ლოცავდა მიხეილ სააკაშვილს. ეგ ვიდეო შეგვიძლია ვაჩვენოთ არქივის ხასიათზე თამადა იყო და ესეთი ადამიანი, აი თუნდაც შარმანაშვილი რო დადის და რო სისულელეზე ლაპარაკობს, ჯერ კობახიძის სიტყვებს ვერ იხსენებს, მე deep state-მან დანიშნა თურმე გიორგი გახარია, ეს ადამიანი იყო სააკაშვილის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც მე სომხეთში ელჩად დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დღეს ზის სააკაშვილის თითქოს ნაცმოძრაობის დანაშაულებს იძიებენ და დღეს გახარიას ეძახიან მეორედ, როცა სააკაშვილი არ გამოუკითხავთ, რა ვიცი, ოდიოზური ფიგურები, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, ადეიშვილი, მერაბიშვილი არ გამოუკითხავთ და უამრავი ესეთი ადამიანი შეიძლება ჩამოთვალოთ და გახარიას ეძახიან მეორედ. რა შეიძლება კომისიების სხდომები ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიწყეს და გახარიას მეორე დაბარებით გრძელდება და ასევე მათიც, ხო და აი ეხლა მე ეს მაინტერესებს ბერდია როდესაც ყველაფერი შეიძლება გაიგო ყველაფერი სამშობლოს ღალატში ვინმე რომ დაგადანაშაულ სხვა შორის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გარეჯი საქართველოს კამპანიას რომ შეწირეს და პატიმრობაში რომ გაუშვეს მაშინ ბევრჯერ თქვი ეთერში რომ შეიძლება გული გამხეთქოდა თქო იმიტომ რომ ბრალდებას გააჩნია ხო ანუ სამშობლოს ღალატი კაც ადანაშაულებენ სამშობლოს ღალატში და რა გინდა ჯერ ამ კომისიაზე რატომ დადიხათ რა უნდა ამ კაც და მე რა არჩევნებზე მელაპარაკებით ეხა მართლა გჯერათ გახარიას გუნდს რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებთ ამ ადგილობრივი არჩევნებით ან თქვენ და ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ბრალდება შეიძლება მძიმე იყოს მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ რომ ყველა ბრალდება რომელიც რაღაცა ტყუილზე ფეიქზე რაღაც სიბინძურეზე არის აგებული სამტვერდება შორს რო არ წავიდეთ თქვენ 30-იან წლებს შეხსენებთ და 37 წელს და ტიციან ტაბიძეს გაიხსენეს გადაცემაში ზვიად გამსახურდიას პუტჩისტებმა წაუყენეს ბრალის სამშობლოს ღალატისთვის არ დაგავიწყდეთ და 2004 წლამდე ეს ადამიანი სამშობლოს ღალატისთვის იყო ბრალდებული ზვიად გამსახურდია ამიტომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ ხო ეს მაგრამ ვინ არის დღეს მოღალატე ხო დაარქვა ისტორიამ ყოველს თავისაყელი ამიტომ ჩვენ კი არავის ვედრებით რა თქმა უნდა მაგრამ ეს ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიასაც ახსოვს უახლოეს ისტორიასაც რაც შეიძლება თქვენს კითხვას რა გვინდა ჩვენ ამ კომისიაზე ჩვენ ამ კომისიაზე ლეგიტიმაციას აძლევთ იმ პარლამენტს მე ეს გიორგისაც ვკითხე როცა ჩემთან იყო სტუმრად პარლამენტს აცხადებთ არალეგიტიმურად და მიდიხართ კომისიის ხდომაზე სადაც არ მისვლის გამო პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში ჩასული გავაგზავნებ მაგ ლოგიკას გავაგზავნებ სასამართლოში რატომ მიდიან სხვა ბრალდებულები მურუსიძის სასამართლოში რა უნდა იარო რავი სამცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბრიტანეთის მხრიდან და რა ვიცი ერთ ადამიანზე აგებული მთელი სისტემა სასამართლო ხელისუფლება არანაირი ლეგიტიმაციის მიცემა პარლამენტისთვის რო გვინდოდეს საერთოდ იმ კომისიაში ისხდებოდნენ ხო ჩვენი წარმომადგენლები და ძალიან ეფექტურად გამოიყენებდნენ ამ პოლიტიკურ ტრიბუნასაც მაგრამ ეს ხო არ არის ჩვენი მიზანი არის ამ კომისიის საშუალებით მოქალაქეებს დავანახოთ ხო იძახდნენ ამ კომისიის წინ პირველ სხდომამდე სანამ გიორგი გახარია მივიდოდა რომ აი გიორგი გახარიასთან ისეთი სერიოზული შეკითხვები გვაქვს აბა გაბედოს ერთი მოსვლა მივიდა რა ქნეს აი რა შეკითხვები დაუსვეს
ყველაფერი მეორე გიბარებენ და მაგ მისვლის მერე საქმე აღუძვეს და შეიძლება ციხეში მეორე. იმიტომ პირველჯერ რაღაცა დაუკმაყოფილების განცდა გაუჩნდათ, იმიტომ რომ წააგეს, იმიტომ რომ საკუთარმა მოქალაქეებმა ამორჩევლებმა დაინახეს იმ ოცნების, რომ ამ კაცთან არ ყოფილან ისინი მართლები და ამიტომ რაღაცა რევანში წყურვილი აქვს. ამიტომ გიორგი გაყარია როდის დამალვია, რომელ კომისიას დამალვია. ბერდია, გიორგი, აი წეღან სალომესთანაც იგივე კითხვა დავსვი. რომ დაიჭირო, ანუ ყველას ბოლო დღის ამბებს ყვები მარტო სამშობლოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ იქ რაღაც ფინანსების მობილიზაციის გიჟეებში აღარ შევა. ანუ რომ დაიჭირონ მაინც გახვალთ არჩევნებზე, რა გინდა თქვა ამ არჩევნებზე, ან თქვენ და ან სხვას, იმიტომ კითხულობ, რომ ვერ გადაწონით, ვერ მოუგებთ, ვერ დაამარცხეთ. არ არის ესე. ანუ ჩვენ თუ ეხა ფარხმას დავყრით, იერახს დავყრით, ჩავბარდებით, საერთოდ ბიზნეს ევეშულის მიზანი ჩემი აზრით იცით რა არის, რა ვიცი, ხა ყველა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში უმრავლესობა თან ხდება, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში მოკლას. პარტიები უბრალოდ გააქროს. თუ თქვენ გონიათ, ხა ბიზნეს ევეშულის მიზანია რაღაცა პატარა ლეგიტიმაციაზე იმუშაოს, არ არის ეს მიზანი. და ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ ჩვენ. მე ვერ ხვდები სიმართლე რომ გითხრათ, რა კავშირშია და კორელაციაშია, როგორც ვერ ხვდებოდი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებთან. არა, იმიტომ რომ მათდანიშნულ არჩევნებზე გადიხართ თქვენს იგივე სუსით, იგივე ცესკოთი, იგივე კონტროლით არჩევნების და ყველა მაიმონობით რითიც შედეგი დაიწერეს და რაღაც რეალურად. მესმის ხა მოხალისე იმაში არავინ არ არის დამარცხებულ ომში შევიდეს, მაგრამ ბრძოლაზე უარი ყოველთვის არის ჩაბარება მტრისთვის და მე ამას არ ვაპირებ. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არც ივანიშვილის მოწყალება, არც ყობახიძის და არც იმის პრეზიდენტად გამოცხადებული ადამიანის გვარი არ მახსოვს. ეს არის კონსტიტუციის ყაველაშვილი კონსტიტუციის განსაზღვრული პროცესი, როდესაც 4 წელში ერთხელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ ვირჩევთ ჩვენს ადგილობრივ წარმომადგენლებს, მერებს, საკრებულოებს და ასე შემდეგ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რა თქმა უნდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებით იცვლება ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ ეს არის ბრძოლაში შეტანილი ახალი მუხტი. ჩვენ ეს გავიარეთ, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამ მსგავსი ტიპის ქმედებები, დაბარებები კომისიაზე სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროცესების აღრევა, ამაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობას. რომ დაიჭირონ გახარია. რომ დაიჭირონ პოლიტიკური პარტია აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას და მაინც გახვალთ არჩევნებში. ჩვენ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და ანონსებული გვაქვს. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ამ ბრძოლის ინსტრუმენტზე უარის თქმა იქნება ძალიან დიდი შეცდომა. მე ძალიან ბევრი არგუმენტი მე მომისმენია. არ მოყვებით, არც თქვენ არც ჩვენს წინა სტუმარს არ მოყვებით, იმიტომ რომ არ მესმის არალეგიტიმური ხელისუფალი, რომელსაც არ ელაპარაკებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და რომელთა ჭყალებში დამსახურებით შესაძლებელია საერთოდ უვიზო მიმოსვლა დავკარგო და ყველაფერი დაგმართეს, რაც უბედურება ეხა ჩვენს თავს ტრიალებს და ამ დროს მათ დანიშნულ მათ მიერ კონტროლირება და არჩევნებზე მე მგონი სწორი ფორმულირება არ არის მათი დანიშნული, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური პროცესი 20 წელიწადში ერთხელ, ოკეი, რაღაც ჩატარებული. თავის კრიმინალით კუჩის ბიჭებით 26 ოქტომბერს არის ხო იგივე კრიმინალი? არა, როგორ არის ხო და მაგარჩევნების მერე არალეგიტიმურად ხო გამოაცხადეთ, ხო? ეს არის საპარლამენტო პროცესი. ანუ ჩვენ ახლა ჩვენი პრობლემა იცით რა არის, გულწრფელად მგონია, რომ ჩვენ ახლა გონია, რომ ეს ჰაერში გამოკიდებული ლეგიტიმაციის საკითხი არის საკითხი, რომელიც შემდგარი საკითხი, ან იქით გადაიწონება, ან აქეთ გადაიწონება და საპარლამენტო არჩევნებს პირდაპირ თვითმმართველობის არჩევნებს პირდაპირ კავშირი აქვს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება ან არაღიარების საკითხთან. და ესე არ არის. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელშიც ჩვენ ბრძოლა არ უნდა მივატოვოთ. ჩვენ არ უნდა გავქრეთ. ეს ბასტიონი ბრძოლის არ უნდა დავთმოთ უბრძოლულად და გვერდზე არ უნდა გავიწიოთ, ხო? ანუ ეს თუ გავაკეთეთ ჩვენ მერე რა ვშვებით? პროტესტი კარგია, 200 დღეა რო იკეტება, ქეთს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც აი ყოველდღიურ გმირობას შადიან, სამოქალაქო გმირობას, როდესაც საკუთარი უსაფრთხოების, თავისუფლების უსაფრთხოების ხარჯზე კეტავენ რუსთაველს. ეს პროტესტი უნდა კი არ შეიკუმშოს, როგორც ახლა იკუმშება, ახლა ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს, ხო? ეს პროტესტი უნდა გაიზარდოს, ახალი ბრძოლის არეალები უნდა მიეცეს ამ პროტესტს და რატო უშლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ყველაზე საკვანძო მთავარი საკითხი, რომელიც მე მაწუხებს. კარგი თქვათ, მოყვებით იმ ლოგიკაში ადამიანებო, რომლებიც იძახით, რომ აი ეს არჩევნებში მონაწილეობა არ არის სწორი ქმედება. მე ვარ ეგეთი ადამიანი, აი აგიზია. არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად მეორე მხარეს მოღალატეებს იძახიან ამის გამო. ხო გინახავთ ეს აქტივისტების ნაწილი და ნაცების ბაბლი, რომლებიც ოცნება რო გეძახით მოღალატეებს, ისეთი უნდა რაღა ეგ აქტივისტები გაიგო. ხო და რითი რაღაცა სხვაობა ხო უნდა არსებობდეს მათ შორის. განსხვავებული აზრის გამო შეიძლება რუსი დამიძახო მე, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება სწორად მიმაჩნდეს პოლიტიკურად. ხო არ შეიძლება. ოცნებას ფორმულა დაიმდგომს ეს ადამიანები.
მონაწილეების პოზიცია, ასეთი რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციის გასვლა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ არის ამაზე ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი. ამიტომ მე საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ კამპანია უნდა ჩავატაროთ. ესეთი მსგავსი არაფერი მსმენია საერთოდ არც ერთ დემოკრატიულ თუ ჰიბრიდულ თუ ნებისმიერ ავტოკრატიულ რეჟიმში კამპანია ჩავატაროთ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა. კი ბატონო, მოყვებით ლოგიკაში. მე რა ხდება 5 ოქტომბერს თქვენ რა რეალობას თავაზობთ ამ ქვეყანას? ხელისუფლებას როგორ ცვლით? ერთი ამბობს რაღაცა იქ გამოსულა და ვამხობთო. მეორე ამბობს მე ვერ წარმომიდგენია. ანუ კი ბატონო, თქვენი სცენარის შესთავაზს გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი. მე ეს მიმაჩნია სწორად. ამიტომ ჩვენ თუ ეხა ერთმანეთს დაუპირისპირდებით ამ ამბავში, ვიღაც რაღაც აზრები გაიყოფა, ერთი ნაწილი ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, მეორე ნაწილი შევა. ეს ვისი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, ხო? ოცნების სასარგებლო ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. ბიზნეს აწყობს და ამიტომ გაჩნდა ეს კითხვები, ხო? რომელი აწყობს ბიზნესს? ბერდია. რომ არჩევნებში თუ არ შესვლა, თქვენ როგორ გონიათ? შემოდიან პარტიები, რომლებმაც აგერ მანდატები დაყარეს საპარლამენტო და კიდე მე ვარ არალეგიტიმური, არ მოbrunდება, არ იტყვი. პირიქით, ან იტყვის, რომ აი ამ არჩევნებში არ მონაწილეობენ ეს ადამიანები და შეიძლება არ საწყობდეს მოსვლა. მე ხა დამაჯერებელ პროცენტს დავიწერ, მათ შორის ისეთ პროცენტს, რომელიც შემდეგ თუ გამოვაცხადე მე და ჩავატარე რიგარიში არჩევნები, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საერთოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღო. ხო შეიძლება ეს ლოგიკაც ავთ, ესენი არიან მარგინალები, ესენი არიან ქუჩის ოპოზიცია. მანდატებზე უარი თქვეს, პოლიტიკური ტრიბუნა არ გამოიყენეს, საკრებულოებში უარი თქვეს, ესენი ხალხის დაკვეთას არ პასუხობენ. ამათ არ უნდათ ხალხზე მუშაობა, ამათ უნდათ რევოლუცია, ქუჩაში დგომა. შეიძლება ამას ლეგიტიმური საფუძველი სიტყვას ამ რევოლუცია. აი რაღაცა ბოლო პერიოდში ჩემს გადაცემებში ხშირად მიწევს ამაზე საუბარი. რევოლუცია აჯანყება უკაცრავად ეხა. ადამიანის უფლება, ხალხის უფლება, მაგრამ შვიდობიან პროტესტს მე პატივცემ, შვიდობიან პროტესტში მოვდივარ, შვიდობიან, რა ვიცი, ხელისუფლების ცვლილებაში თუნდაც ნებისმიერი სახით, მაგრამ რევოლუცია ყოველთვის შობს ისეთ პროცესებს, რომელიც მე ძალიან გრძელვადიან პროცესში აზიანებს. რევოლუცია მე თავის შვილებს ჭამს, როგორც ცნობილია იმ ცნობილ გოიას ნახატში. შვილი იყო და აგერ ჭამენ ახლა. არა უშავს, გიორგი გახარი არ არის ესეთი მარტივი ლუკმა. ესეთი მარტივი ლუკმა არ არის, არავისთვის გადასაყლაპად. და რევოლუცია თავის შვილებს რო ჭამს, მაგაზე წეღავს სწორედ გიორგი გახარია, კი, მაგრამ ანუ საშიშია სიტყვა არ არის თქო ამაზე ვსაუბრო. არა, ვისაც არის საშიშება ეს სიტყვა, თავის გეგმას მიყვეს კაცო, ვინმეს უშლით ჩვენ? ვიღაცა იძახდა რევოლუცია დამხობა. ეს ადამიანი ერთი წლის წინ პირდებოდა თავის ლიდერს ციხიდან გამოხსნას და ის ვერ გაუკეთებია. ის რომელი პროტესტის სახელით არა მაქვს ხა კონკრეტულ ადამიანების სახელებს და გვარებს ხა არც მინდა რომ დავწრულმანდი ამ დონემდე, მაგრამ არავინ არ აგიგრძალათ ეს. გააკეთეთ თქვენი გზით წადით და ჩვენ რაც სწორი მიგვაჩნია საზოგადოების და კომუნიკაციის საშუალება მოგვეცით. ისე რომ აი ეს ბინძური ბრალდებები არ გააჟღეროთ, რასაც თქვენი პირიდან აჟღეროთ. ბერდია, ძალიან დიდი მადლობა. ისე ელოდებით რომ ციხეში წავა თქვენი ლიდერი. ამ გიჟური რეჟიმის პირობებში ყველაფერი აბსოლუტურად მოსწავლელია. მე მაქვს ეგ მოლოდინი, იმიტომ გეკითხებით. მე მაქვს მოლოდინი, რომ ციხეში წავა გახარია. მე მაქვს მოლოდინი, რომ ციხეში გაუშვებენ ბადრი ჯაფარიძესაც, მამუკა ხაზარას და კიდევ ბევრ. შეიძლება თქვენც დაგადანაშაულონ სამშობლოს ღალატში. მე აქ შემოაღონ კარები, გითხაროთ თქვენ სამშობლოს მოღალატეებო. როგორც 37 წლებში თქვენ უცხოეთიშა. ისე რა ფულის მობილიზებას ედავებია. შესასვლელი, გამოსასვლელი და რა ფულის მობილიზებას ედავებიან უცხოეთიდან გახარიას? არა გვაქვს არც უცხოური ფული მოგვიზიდია, არც NGO სექტორების მეშვეობით, არც სხვა იმის მეშვეობით. წარმოდგენა არა გვაქვს რა უცხოურ ფულზე შეიძლება იყოს ჩვენთან მიმართებით საუბარი, როდესაც ყველაზე იაფი გვიждდება, ყველაზე ღარიბი პარტია ვართ, არც ტელევიზია გვაქვს, არც ფინანსები გქონდა და ისე ჩავატარეთ ეს კამპანია და როგორც დამოუკიდებელმა პარტიამ ყველაზე მაღალი შედეგი. ხო და აი ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა. ანუ ეს ოპონენტების რეპუტაციის განადგურებისთვის ამ არჩევნებზე ჭირდებათ, როგორც გარეჯი საქართველოა იყო აი ამ ტიპის კამპანია, ეს უსამშობლოები თუ უცხო ქვეყნის ჯაშუშები და მოღალატეები თუ მართლა ელოდებით რომ შეიძლება გისოსებში ყველაფერია მოსალოდნელი. ეხა
ამ ადამიანის გონებაში დილას რა დაიბადება და დღის განმავლობაში რა დავალებებს მიცემს სხვას და აი ხა კობახიძის თავში რომელიც სხვათა შორის საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის და იმ ადამიანების ტკივილით ერთი დღით არ უცხოვრია, ერთი საათი არ უცხოვრია, საუბრობს დღეს საოკუპაციო ხაზ. ამიტომ ამ ადამიანებისგან გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი ბრძოლა, ჩვენი პოლიტიკური დაწყებული ბრძოლა არ გაჩერდება. ამის იმედი აუცილებლად გიორგის დაჭერა არ დაჭერის მიუხედავად. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა.